დააკავებენ თუ არა ფიზიკურ ანგარიშზორებაში მხილებულ პოლიციელებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333 მუხლით დაიწყო, რაც ძალადობით უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. საქმე ეხება გორში მომხდარ შემთხვევას კადრებში ნათლად ჩანს, როგორ უსწორდებიან მოქალაქეებს ძალოვანი უწყების თანამშრომლები. მიწაზე დაგდებულ და ხელებს შეკრულ კაცს 15-მდე პოლიციელი სცემდა. უცნობია ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულ სამართალდამცავებს შეუჩერდება თუ არა უფლებამოსილება გამოძიების დასრულებამდე. არა ადამიანური მოპყრობის შესახებ უფრო მეტი ლადო ბიჭაშვილმა იცის, ლადო გისმენთ. სამართალდამცველები, რომლებიც თავად გახდნენ სამართალდამღებების შესაძლოა მალე განსასჯელის სკამზე აღმოჩნდნენ პროკურატურამ გორში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაიწყო. ახლა შემთხვევის ადგილზე პროკურორები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. ოპერატორს თხოვ რომ კადრში გვაჩვენოს ჩვენ შემთხვევის ადგილი. სწორედ ის ადგილია ის ნანგრევები, სადაც რამოდენიმე ათეულმა პოლიციელმა ერთი დაკავებულზე ფიზიკურად ძალადობდნენ. ამის ამსახველი კადრები ფორმულას მაყურებელმა წინა გამოშვებებიდან შეიტყო და სწორედ ამის საფუძველზე პროკურატურა იძულებული გახდა რომ გამოძიება დაეწყო, მას შემდეგ რაც ეს კადრები გასაჯაროვდა. რაც შეეხება ფაქტს, როგორც ჩვენ გავარკვიეთ, შემთხვევა არანაირი სპეცოპერაციას ადგილი არ ქონია და შემთხვევა დაიძაბა სიტუაცია მოქალაქესა და პოლიციელებს შორის. მას შემდეგ რაც მოქალაქემ გააპროტესტა ახლოს მიწეული პოლიციის პიკაპის ავტომანქანა, სწორედ ამას მოჰყვა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა პოლიციელების მხრიდან და რაც შემდგომ უკვე გადაიზარდა ფიზიკურ შეურაცხყოფაში. კადრები, რომელიც საყურებლათაც მძიმეა და შეიცავს ძალადობის ფაქტებს, ამ კადრებთან დაკავშირებით ჩვენ გავესაუბრეთ თვითმხილველს, რომელიც იმყოფებოდა იმ წუთებში დაზარალებულის პოლიციელების მხრიდან დაზარალებულის და დაკავებულის ლოცულაშვილის გვერდით. ჩვენ შეგვიძლია ახლა მოვისმინოთ ის კომენტარები, რომელიც შემთხვევის ადგილზე განვითარებულ მოვლენებს ასახავს. რა არის თქვენ მეტავზე ცნობილი? ორი სიტყვით შეგიძლია. რაც არის ცნობილი. როგორი არის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია, რამ გამოიწვია ეს დაპირისპირება და რატო გაუწევდნენ ფიზიკურად ადამიანებს? და ჩემს ლოკაციებს შემეს მაგათ. ვინ შემეს მანქანა მიუშვეს და მაგაზე შელაპარაკება მოყვა და მაგრამ შემეს და ვაშველები და მე მეც შემეს და ხარჯალა რომ სივიას აი ეს ფეხით მიდიოდა პერიოდზე იყო სამსახურიდან და სამსახურში მიდიოდა ფეხით. ნაგობენ რომ სივი არ გქონდათო. რო გქონოდა, რა ვიცი, ორი ჩხუბში იყო და მე ძალიან ვის მოვიდა სუპერამსცერო. თავიდან თვითონ განეიტრალება მიდიოდა, ვინც მოვიდნენ სუპერამ, გამოიზარდა სუპერამ და იხმარა. და ეს ჩავი იყო და რა ვიცი, ну да ეგეთი რაღაცები ველური სიტყვები რა. ხა საქართველოს ბანკში მუშაობდა და ადვოკატს დაურეკავ და მაგაზე უფრო აგრესიული. თქვენ გაიგეთ რა მოხდა, შეესწარით თვითმხილველი ხათმოგვიყვეთ. ჩემი შვილიშვილი და მოგავიწყდა. აი რა მდგომარეობაში ნახეთ ეს გითხარით რა. ბავშვი არ მენახია, წაყვანილი იყო. ძალიან უძვირფასესი ბიჭია, მეზობელია ისა და ამის მდგომარეობა ხო ნახეთ. ფეხი ესე დალეწილი და თავში პირი, რომელიც პოლიციელების ანგარიშწორების სამიზნე გახდა, საქართველოს ბანკის თანამშრომელი აპოლონ ლოცულაშვილია. მისი ადგილსამყოფელი ამ დროისთვის უცნობია, ყავთ თუ არა ის დაკავებული, თუმცა სამართალდამცველები ფორმულასთან კომენტარის დროს ამბობდნენ, რომ თითქოს მას ცივი იარაღი ჰქონდა. როგორც მოისმინეთ, ამ ინფორმაციას არ ადასტურებს მისი მეგობარი, რომელიც ამბობს, რომ არანაირი ცივი იარაღი არ ჰქონდა და სამართალდამცველებმა ფიზიკური ანგარიშწორება მას შემდეგ განახორციელეს მის მეგობარზე, რაც გააპროტესტა პოლიციის პიკაპის ავტომანქანის ახლო მიწევა მასთან და სწორედ ამას მოყვა ის მოვლენები, რაც ცოტა ხნის წინ განვითარდა გორში კომბინატის დასახლებაში. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო უფლებამოსილების სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. ნახოთ რა რეაგირება ექნება, რადგან როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ხშირ შემთხვევაში საქმე აღიძრება და ბოლომდე არ მიდის.